ხომ რადიო იმედის ეთერში და ვსაუბრობთ ბიზნესზე. მომავალ წელი ახლოვდება და ამ პერიოდში ხშირად გეგმავთ ხოლმე თუ რა უნდა გავაკეთოთ 2026 წელს, რა მიმართულებებით უნდა ვიმუშაოთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ბიზნესი და ამ თემაზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში სტუმრად მოვიწვია აკაკი გოგსაძე, რომელიც გახლავთ აგრომოტორსისა და ტრაქტორის გენერალური დირექტორი და გიორგი ყობაია, აგრომოტორსისა და ტრაქტორის გაყიდვების ჯგუფის უფროსი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ აგრობიზნესზე, თუ როგორ შეგვიძლია ეს მიმართულება აგრობიზნესი განვავითაროთ, თუ თქვენ გაქვთ ამ მიმართულებით ბიზნესი, ეძებთ ახალ მიმართულებებს, ახალ ტექნიკას, სიახლეებს, ამ გადაცემას აუცილებლად უნდა მოусმინოთ და ამ გადაცემას აუცილებლად უნდა უყუროთ. პირველი აკაკისთან გადავალ სიტყვით და შეკითხვით, აკაკი, როგორ შეიცვალა ზოგადად აგრობიზნესი საქართველოში, იმიტომ რომ ბევრი წლები ამ მიმართულებით მუშაობთ და აკვირდებით ზოგადად ბაზარზე ტენდენციებს. რა სიახლეებია ამ მიმართულებით და საქართველოში როგორ ვითარდება ზოგადად აგრობიზნესი? პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მენელს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესოდ ვითარდება საერთოდ სოფლის მეურნეობა საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ მოღვაწეობა ბაზარზე 13 წლის წინ და გავხდით ჯონ დირის ოფიციალური დილერები. ეს მართლაც დიდი ნაბიჯი იყო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჯონ დირი ითვლება და არის ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის მიმართულების ტექნიკის მიმართულებით. და ეს მართლაც როგორ გითხრათ, ანუ ერთი დიდი ნაბიჯი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის, რადგან თანამედროვე ტექნიკა შემოვიყვანეთ ჩვენ უკვე ბაზარზე. თავიდან იყო კითხვები, რომ ვის ჭირდება ესეთი ტექნიკა, ვის უნდა ეს თანამედროვე ტექნიკა. პრემიუმ ხარისხის არის. პრემიუმ ხარისხის, რა თქმა უნდა, ფასიც შესაბამისი, მაგრამ ვინც კი თქვა 12 წლის წინ ან 10 წლის წინ გადადგა ნაბიჯი და შეიძინა ეს ტექნიკა, დღეს უკვე ისინი ასე ვთქვათ, გლეხებად აღარ ითვლებიან, ის უკვე ფერმერები არიან, გაიზარდნენ, მათი მიწაც გაიზარდა, რასაც ამუშავებენ, შემოსავალიც გაიზარდა და დანაზოგიც გაიზარდა, რაც შეძლეს ამ თანამედროვე ტექნიკით რო გაეკეთებინათ და საერთოდ მიმართულებაც ეგეთია სოფლის მეურნეობაში, თუ არ იყენებ თანამედროვე ტექნიკას და ტექნოლოგიებს, წინ ვერ მიდიხარ. დიახ და ამ მიმართულებით ტექნოლოგიები სულ ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ მკვეთრად ვითარდება ამ მიმართულებით მეცნიერებაც და როცა მეცნიერება ვითარდება სოფლის მეურნეობაში, ამას მოყვება ხოლმე ტექნოლოგიების განვითარება და ტექნოლოგიების განვითარებას კიდე ახალი ტექნიკა მოყვება. ამიტომ არის ხოლმე მნიშვნელოვანი ვითანამშრომლობთ მსოფლიო გიგანტებთან, რომლებიც ქმნიან ამ ინდუსტრიას. რა გასწავლოთ ჯონ დირთან ურთიერთობამ? რა იყო მთავარი მიგნებები, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა, ასეთი ტიპის ბრენდებთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო ანვითარებს ხოლმე, არა მარტო ჩვენს ბიზნესს, არამედ ქვეყანაში ინდუსტრიასაც ანვითარებს ხოლმე. ანუ მთავარი იყო ხედვა, იმიტომ რომ ჯონ დირი ბევრად წინ იყურება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია როგორც პატარა ქვეყანას და პატარა ფერმერებს, მას შეხება აქვს სოფლიოს ყველა რეგიონთან, ყველა კონტინენტთან და შესაბამისად გამოცდილება აქვს ჩვენზე ძალიან ბევრად მეტი. ამან მოგცა იმის წვდომა იმ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ბაზასთან და იმ ხალხთან, ვისაც შეუძლია ზუსტად მიგვითითოს, სად არის პრობლემა. უმრავლეს შემთხვევაში საქართველოში, ახლა ჩვენ მიმართულებაში პრობლემა იყო ტექნიკაში. იმიტომ რომ მოძველებული რუსული საბჭოთა, რაც კიდე დავარქვათ, ტექნიკური ხარისხოვანი ტექნიკა, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოდის. კი და სამწუხაროდ ფერმერების უმრავლესობა ეყრდნობოდა ამ ძველ და უკვე მოძველებულ ტექნოლოგიებს და ტექნიკას. ჯონ დირი განახებს იმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით რა შეგიძლია გააკეთო, რა შეგიძლია მიაღწიო, გააქვს პრობლემა. აი ეს შენ და ამით შენ პრობლემა მოგიგვარდება. და უფრო მოკლე დროში გააკეთოს ეს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ყველაფერი. გიორგი, რამდენი მიმართულებით გაქვთ დღეს აგროტექნიკა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ფართო პორტფელი გვაქვს აგრომოტორში, იმის გარდა რომ წარმოვადგენთ პრემიუმ ბრენდ ჯონ დირს, ამის გარდა ყველა სხვადასხვა მიმართულებისთვის იქნება ეს ვენახი, ბაღი, მარცვლეულის წარმოება თუ კაკლოვანი კულტურა, სრულად ფარავს ჩვენი ასორტიმენტი, ყველა მოთხოვნას ჯონ დირთან ერთად ანუ დავუმატეთ. რა მნიშვნელობა არ აქვს რა მიმართულებით მაქვს აგრობიზნესი, ეს იქნება მარცვლოვანი თუ ეს იქნება ცოტა უფრო მსხვილი, მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ კულტურას, ნებისმიერ სახის ტექნიკით ვამარაგებთ, პრემიუმ ბრენდებით, რა თქმა უნდა, ყავს როგორც მოსავალს აღების ტექნიკა, ისე მიწის დამუშავების თუ სხვა ჯონ დირთან ერთად წარმოადგენთ სხვადასხვა პრემიუმ ბრენდებს, როგორც შეიძლება იყოს სპეციალიზებული მიმართულებებით ანტონიო კარეროს ტექნიკა, რომელიც საბაღეს ავენახეთ არის ძალიან საინტერესო და მაღალი კლასის ბრენდი და ამასთანავე ყავს ესეთი ტიპის მოსავალს ამღების ტექნიკა, ასევე ჯონ დირშიც,
რომელიც ძალიან აუნჯობესებს საქმეს, ვინაიდან დღეს მთელი სოფლის მეურნეობა 100% დამოკიდებულია მექანიზაციაზე და სწორი ტექნიკის გარეშე რეალურ შედეგამდე ვერცერთ ფერმერი ვერ გადის. და ზუსტად აგრომოტორსის პორტფელი არის და წარმოადგენს იმ სწორ ტექნიკას, რომელიც ფერმერს დღეს ეხმარება წარმატების მიღწევაში. თქვენ გაქვთ მეორე მიმართულება ტრაქტორში, ამ მიმართულებით რა პროდუქტები გაქვთ ბაზარზე? ტრაქტორი არის ძალიან საინტერესო კომპანია, რომელიც არის მულტიბრენდული და ტრაქტორჯიდან წარმოადგენთ ასევე ინდური წარმოების ლანსერის აგრეგატებს, რომელიც არის ძირითადად უფრო მულჩერის, ფრეზის და სხვა ტიპის დანადგარები. ერთ-ერთი პრემიუმ ბრენდი არის ინდოეთიდან, საკმაოდ ბიუჯეტური ხაზია, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვება ძალიან მტკიცე და კარგი ხარისხი, რაც უკვე მეხუთე წელია რაც გამოიცადა საქართველოში და ამ 5 წლიანმა გამოცდილებამ მოგცა ზუსტად ის შედეგები, რითიც ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ დღეს. ნაკაკი, როგორც ახსენეთ, ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ ბრენდების აგროტექნიკის მიმართულებით. როგორ არჩევთ ხოლმე, რა პრინციპით არჩევთ ხოლმე ტექნიკას, ალბათ აქ ხარისხი, ფასი, ბევრი სხვა კომპონენტი იქნება და რა არის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც თქვენ იყენებთ ხოლმე, როდესაც არჩევთ აგროტექნიკის მიმართულებით? კი ბატონო, ამისთვის ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, მასწავლებელი იყო John Deere, იმიტომ რომ John Deere-ს დიდი გამოცდილება აქვს, თითქმის 200 წლიანი კომპანია და ზუსტად მოგცა მიმართულება, რომ თუ ჩვენ ახალი ბრენდი შემოგვყავს, მის უკან რა უნდა იდგეს. პირველ რიგში არის საგარანტიო პირობები და სათადარიგო ნაწილები. აი ეს ორი მიმართულება თუ ვთქვათ, იგივე ტრაქტორს ავიღებთ, თუ უკან მისაბმელ ტექნიკას ავიღებთ, მისაბმელებს, თუ ეს ორი ფაქტორი არ მოყვება მწარმოებელს, ჩვენ მასთან არ ვიჭერთ საქმეს. და სათადარიგო ნაწილები რაც სათადარიგო ნაწილები ეს არის უპირველესი, რომელიც თუ არა გვაქვს და მით უმეტეს ახლა მე პირდაპირ გეტყვით გამოცდილებიდან, რომ ბევრი თუნდაც იგივე ჩინური მწარმოებელი, თუნდაც იგივე სხვა ქვეყნის მწარმოებლები ძალიან კარგ ტექნიკას ყიდიან, მაგრამ ელემენტარული სათადარიგო ნაწილების ეგრეთ წოდებული კატალოგიც კი არ აქვთ. რომ ხვალოდ აღჭირდეს, სადმე მოვიძიოთ ამ იმას ვკითხოთ. ჩვენ ასეთ კომპანიებთან ვცდილობთ და საერთოდაც არც ვმუშაობთ. ყველა ბრენდი, რომელიც შემოგვყავს, ვამოწმებთ. ისეთი გამოცდილებაც გვაქვს John Deere-დან, რომ რამოდენიმე თვე ან წელი, ერთი წელი მინიმუმ ტესტავთ ჩვენს, ასე ვთქვათ, მუდმივ მომხმარებლებთან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ აი მოდით ეს არ მომწონს, მოდით ეს არ მომწონს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვაქვს ეგ უკვე მასიურ გაყიდვაზე. ესე უდგებით ჩვენ პროდუქციას, რომ ის მორგებული იყოს ქართულ რეალობას. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ბრენდი ცუდია, მაგრამ ყველა ბრენდი ვერ ერგება ქართულ სოფლის მეურნეობას, ქართულ რეალობას. და ჩვენ ყოველთვის თუ რაიმე შემოგვაქვს და ვყიდით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს ფერმერის მოთხოვნებიდან და რელიეფიდან და მიწის მდგომარეობიდან გამომდინარე ერგებოდეს ჩვენს რეალობას. დიახ. გიორგი, თქვენ ახსენეთ ძალიან მრავალფეროვანი ბრენდები. ალბათ სეზონურად იმის მიხედვით თუ რომელი სეზონია, განსხვავდება მოთხოვნა სხვა ტიპის პროდუქტზე. ეხლა მალე მიწის სამუშაოები იწყება, რომელი ბრენდები და რა ტექნიკაა დღეს ყველაზე მოთხოვნადი აი ამ სეზონისთვის, რომელიც ეხლა ახალი წლების მერე დადგება. ახალწლების მომდევნო სეზონი არის ნიადაგ დამუშავებისთვის კონკრეტული კულტურების მიმართულებით, სადაც ჩვენ როგორც ალბათ რეგიონებშიც განსხვავებული იქნება ეს მოთხოვნა. კი, თავისთავად მანდაც განსხვავება. ჩვენ როგორც პრემიუმ ბრენდებში გვაქვს ფრანგული გრეგუარ ბესონის მიწის დამუშავების ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მზად არის რომ ნებისმიერ სახის სამუშაო აკეთოს. ამასთანავე გვაქვს ბიუჯეტური ხაზი, რომელიც არის ძირითადად უკვე თურქული წარმოების ტექნიკა, უნლუს ბრენდის გუთნები, რომელიც ძალიან ცნობილი არის საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში და ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა ჩვენი პორტფელი მზად არის, რომ ეს სეზონი, რომელიც ეხება ნიადაგ დამუშავებას, გამოვიყენოთ 100%-ით და ყველაზე მთავარი პერიოდი მოვამზადოთ ნიადაგი მოსავლისთვის. დიახ და ალბათ სხვა დროს იწყება ეს სეზონური სამუშაოები გამდინარე იქიდან თუ საქართველოს რომელ კუთხეში ვარ და საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება სწორედ იმაშია რომ სხვა დროს სხვა რაღაც მიმართულება ვითარდება ხოლმე და სხვა ტიპის სამუშაოები იქნება. თქვენ ახსენეთ სხვა ტიპის ბიუჯეტზე მორგებული პროდუქტები, ადამიანები რომლებიც ეძებენ შედარებით დაბალი ბიუჯეტით და ადამიანები რომლებიც პრემიუმ პროდუქტებს ეძებენ ხოლმე აგროტექნიკის მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში გარანტიასთან დაკავშირებით რაც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ტექნიკისთვის გარანტია არის აუცილებელი, რადგანაც დღეს ტექნიკას უკვე არავინ კითხულობს, ეს საკანონმდებლო დონეზეც არის უკვე რაღაცნაირად რეგულირებული, მაგრამ თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ამ ტექნიკის საგარანტიო მომსახურება? გეტყვით, რადგან ბიუჯეტური ტექნიკა ვახსენეთ, აქ იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენი სრული პორტფელი
როგორც ევროპული ბიუჯეტის იმიტომ მოიცავს, რომ გესმის ჩვენ ქართული რეალობა და ის გესმის, რომ ძირითადი ფერმერები მორგებული არიან ბიუჯეტურ ტექნიკაზე, სამისად ჩვენი პორტფელი არის მაქსიმალურად დაბალანსებული, რომ კონდეს ყველა სახის პროდუქტი. და გარანტიას რაც შეეხება, როგორც ბიუჯეტურ, ისე პრემიუმ ბრენდებში, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვრცელდება გარანტია, ყავს ჩვენი მობილური ჯგუფი, რომელიც ადგილზე ემსახურება ფერმერებს, საქართველოს მასშტაბით, კი ბატონო, ადგილზე ჩადიან და იქ აგვარებენ პრობლემას, სადაც ეს პრობლემა იბადება. გადამზადებული სერტიფიცირებული სერვისის ტექნიკოსები ყავს. ყველა არის John Deere სტანდარტით სერტიფიცირებული, რა თქმა უნდა, ვინაიდან John Deere სტანდარტების სერვისის კუთხით ძალიან მაღალია, აგრომოტორს John Deere-ის კუთხით ძალიან დიდ გამოცდილებას იძენს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის მარტივი რეალურად John Deere-ის დილერი, იმდენ მოთხოვნას გულისხმობს ეს ყოველივე და აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ რადგან გვაქვს იმის საშუალება, რომ მოვუაროთ John Deere-ის ბრენდს, შესაბამისად შეგვიძლია მოვუაროთ ნებისმიერ ბრენდს, რაც არსებობს ამ სფეროში. რა არის ერთადი გამოწვევები, რა არის ერთადი პრობლემები? როგორც მე ვხვდები, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ხომ მსგავსების ტექნიკის გამოყენება და ყველა ეს შესაძლებლობები, როგორც ეს მაგალითად ნებისმიერ ტექნოლოგიასთან ხდება ხოლმე, ამ ტექნოლოგიებს აქვს ხოლმე და ამ ტექნიკას აქვს ხოლმე ძალიან ბევრი ფუნქცია და სამწუხაროდ ადამიანებმა არ ვიცით ხოლმე ყველა ამ ფუნქციის გამოყენება. თქვენ რა ძირითად პრობლემებს აწყდებით ხოლმე? კი, ძირითადად ეგრეც ხდება, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, ბევრი ფუნქციები აქვს ჩვენს ტექნიკას, რასაც ვყიდით. ამას დრო ჭირდება, რომ იგივე ოპერატორმა, რომელიც უნდა დაჯდეს ტრაქტორზე და ვთქვათ, გამოიყენოს ის მისაბმელი ტექნიკა, რომ ისწავლოს. პირველი ესე ვთქვათ, გლეხურად რო ვთქვათ, მამა ჩემი ტრაქტორისტი იყო, შენ რა უნდა მასწავლო, ეს პასუხი გვაქვს ხოლმე. მაგრამ სტანდარტული პასუხია ყველა. მაგრამ ესეც გადავლახეთ. ანუ ეს უფრო პირველ წლებში იყო ეს სირთულე. უკვე რამოდენიმე ვიტყოდი ალბათ ბოლო 5-10 წელია, რომ თითქმის ამის პრობლემა აღარ აქვს. მზად არიან ისწავლონ, მზად არიან მიიღონ. ამისთვის ჩვენ, როდესაც ტექნიკას ვყიდით, ყოველთვის ჩვენი სპეციალისტები მიყვებიან ამ ტექნიკას. მინიმუმ 1 დღე ასწავლიან, თუ საჭიროა 3-4 დღეც რჩებიან, რომ მინდორში იქნება ეს თუ ბაღში იქნება, პირდაპირ იქვე აუხსნან და ასწავლონ ყველა ის პრიორიტეტი, ასე ვთქვათ, რაც ამ ტექნიკას აქვს და ის უპირატესობა, რაც ამ ტექნიკას აქვს. თუ ამ ტექნიკას არ იყენებ მაქსიმალურად, მაშინ ის დახარჯული ინვესტიცია არც გჭირდება. შეგიძლია იგივე ეს ფუნქციონალიც არ გჭირდება. თავარი არ გამოიყენო, თუ რაიმეს შეიძენ, უნდა გამოიყენო ბოლომდე. ეს არის ჩვენი მიზანი და ესე უდგებით ჩვენ ყველა. სწავლებას აქ ძალიან დიდი როლი ექნება ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებ სწავლებებს, თუ ჭირდებათ აი ესეთ რთულ ტექნიკაზე, როგორც არის მაგალითად მოსავლის ამღები, კომბაინები, რომელიც წელიწადში იყენებ 2-3 თვე და შემდეგ დგას, ყოველი სეზონის წინ ჩვენს მომხმარებლებს უკავშირდებით, ვეუბნებით, რომ შეგვიძლია თქვენ ოპერატორებს სეზონის წინა მომზადება, სეზონის წინა იგივე ტექნიკის შემოწმება ჩაგიტაროთ. და ვაკეთებთ კიდევაც ამას მოთხოვნის შესაბამისად, რომ ის ოპერატორი, რომელიც იმ კომბაინზე 1 წლის შემდეგ ჯდება, შეიძლება რაღაცა დაავიწყდეს, შეიძლება რაღაც დარეგულირება არ გააკეთა სწორად, ზუსტად ამას უკეთებთ, რომ სეზონზე უკვე უპრობლემოდ იმუშაოს. გიორგი, რა არის ხოლმე ერთადი მოთხოვნები, რომელიც ფერმერებს აქვთ ხოლმე? ფერმერებიც მოთხოვნებით ტექნიკასთან მიმართებაში იცვლება, რასაც დავაკვირდით, იმიტომ რომ თუ ჩვენ ადრე ვაკვირდებოდით, რომ მხოლოდ წვრილი ფერმერები არსებობდნენ, ეს ფერმერები წვრილი ფერმერებიდან გადადიან უკვე სხვა კატეგორიაში და უფრო მეტი და დიდი რაოდენობის მიწას ამუშავებენ, იმიტომ რომ ეს მომგებიანი უკვე დიდი რაოდენობის მიწის დამუშავება უფრო ვიდრე პატარა და ალბათ თქვენი სამიზნე ჯგუფის სწორედ ეს ფერმერები არიან. რა არის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც აქვთ ხოლმე ამ ტიპის ფერმერებს? მოთხოვნები ძალიან ბევრი რამეზეა დამოკიდებული, თუ რა კულტურას წარმოადგენს კონკრეტული ფერმერი, მაგრამ ზოგადად რო ვთქვა, დღევანდელი სიტუაცია იმას გულისხმობს, რომ მექანიზაცია როგორც ვახსენე, ძალიან აუცილებელი გახდა რეალობაში, რომ ვაკეთოთ საქმე იდეალურად. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ყველა ფერმერი საჭიროებს საკუთარ ტექნიკას, რომ თავის მიწას მოემსახუროს საკუთარი ტექნიკით და არ იყოს დამოკიდებული სხვაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დღეს ეს ყველაფერი და საკუთარი ტექნიკა ამ მნიშვნელობას შენს მეურნეობას, რომ შენ ზოგა უკვე დროს, ენერგიას ხარ მხოლოდ შენ თავზე დამოკიდებული, არ გჭირდება იფიქრო იმაზე თუ ვინ როდის მოვა და დაამუშავებს შენ მიწას. ეს რიგები, რაც მართლა არსებობს რეალურად დღეს და ყველაფერი ამას გარიდებს, ზუსტად ეს საკუთარი სანდო ტექნიკა
და ზოგადად ძალიან კარგია, როცა ხარ დამოუკიდებელი და შენ შეგიძლია მართო შენი მეურნეობა და აქედან დროშიც ასეთ შემთხვევაში უფრო მოგებული ხარ, იმიტომ რომ შენ რიგში უნდა ჩადგელოდე და ამ ლოდინის დროც შეიძლება ხანგრძლივი იყოს ან გაურკვეველი იყოს, იმიტომ რომ მიწის ან სხვა სამუშაოები მარტო შენზე არ არის დამოკიდებული, აქ კიდევ გარემო ფაქტორები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კი ბატონო. და თუ ამ ვადაში არ ჩაეტიე, შესაბამისად უფრო პრობლემა. დავამატებდი ზუსტად მაგას, რომ რა სხვაობაა პრემიუმ ბრენდებსა და თქვა იგივე ბიუჯეტურ ბრენდებს შორის. თუ ეს არ გამოცადე, თქვა გვერდ-გვერდეს ორი ტექნიკა არ დააყენე და არ იმუშავე, ვერ ხვდები და მაგის ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს, რომ ვინც კი, თქვა ჯონ დირის ტრაქტორი იყიდა, ის ზოგავს დროს. და ჩვენ ფერმერებს ბამდე ამის მიტანა, რომ ეს ტრაქტორი არ გაგიფუჭდება ყოველ სეზონზე, არ გექნება საკეთებელი მინდორში, არ დაკარგა 2-3 დღეს 10 დღიდან რაც გაქვს შენ სათესად ან სახნავად. აი ამის მიტანა მართლაც პრობლემა არის დღემდე. რომ ფერმერებმა გაიგონ, რატომ იხდიან თქვა ცოტა მეტს პრემიუმ ბრენდში და რას აძლევს ეს მათ. ეს არის დრო. დროის და დრო ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა შენ სულ რაღაც რამდენიმე კვირა გაქვს იმისათვის რომ რაღაცა სამუშაო აწარმო, თუნდაც რაღაცა უკვე მწიფობის პერიოდშია და იმ დროს უნდა აიღო ეს მოსავალი და ამ დროს შენ გაგიფუჭდა ტექნიკა. ეგ არის ზუსტად რაც ამ პრემიუმ ბრენდს მოაქვს, რომ ის იმ სეზონში იმუშავებს ისე რომ ერთ დღესაც არ გაჩერდება. საქართველოს რომელ რეგიონებშია ყველაზე უფრო პოპულარული დღეს თქვენი ბრენდები? კახეთი რა თქმა უნდა ძალიან აქტიურია, ყველაზე მეტი მოთხოვნა ყოველთვის კახეთთან მოდის, მაგრამ ძალიან აქტიურდება ქართლის ნაწილიც და დასავლეთის მხარეც, სადაც უკვე მოცვის პლანტაციები ძალიან ბევრია და იქიდანაც უკვე დაიწყო ბევრმა მოთხოვნამ წამოსვლა, ვინაიდან მექანიზაცია იზრდება, რა იმატება ახალი კულტურები, რაც ჩვენ ძალიან მოგწონს, ვინაიდან როგორც გითხარით, ჩვენი სრული პორტფელი ყველაფერს ფარავს და როცა იყო მხოლოდ ვენახი და მარცვალი, დღეს უკვე კრონული კულტურებიც აქტიურად მოყვებიან, მაცვები და სხვადასხვა. იმიტომ რომ ძალიან შეიცვალა ამ მიმართულებითაც კი, ვითარდება ქვეყანა, ვითარდება. კიდევ რაც მოხდა ბოლო შეიძლება 10-15 წლის განმავლობაში, ქვეყანა დაიყო, ასე ვთქვათ, აგრომიმართულებების მიხედვით. მეტნაკლებად. გურიაში მოცვი მაგალითად. კი ბატონო. გურიაში მოცვი, ვთქვათ, კახეთში კი ბევრი კულტურა, ვთქვათ, სიმინდის მოყავთ, ხორბალიც, მაგრამ დაიწყეს მაგალითად თხილის მოყვანაც. ნუშიც ძალიან. ნუშიც. ეხლა გორში უფრო ძირითადად ხილის მიმართულება არის, ხილის ბაღები უფრო მეტია, როგორც იყო, ოღონდ გადავიდნენ ინტენსიურ ბაღებზე, სადაც უკვე ჩვეულებრივი ხეები აღარ აქვს და იქ ტექნიკა მეტი გჭირდება, რაც ამარტივებს მუშაობას, მუშახელი ნაკლები გჭირდება, ტექნიკა მეტი. მუშახელი ზოგადად ძალიან პრობლემატურია, ნაკაკი რადგანაც ამ გადაცემაში მე არ მყოლია ადამიანი, რამდენიმე წელია ეს გადაცემა მიიღოს და არ მყოლია ბიზნესის წარმოადგენა, რომელსაც არ ესწავლოს იმ პრობლემაზე, რომ მუშახელი საქართველოში თითქმის არ არის. კი. ეგ, ორი მიმართულება, ერთი რომ ჩვენ პირადადაც გვიჭირს ხოლმე რომ თქვათ, კარგი, თქვათ, მექანიკოსი, რომ თუ არ გავზარდეთ, ესე ვერ შევუძლო. მით უფრო ტექნიკური მიმართულება ძალიან სპეციფიური მიმართულებაა და გვიჭირს. სიმართლე რო გითხრათ, დღესდღეობით, ასე ვთქვათ, კადრების მოძიება, ეს ჩვენთვისაც პრობლემაა, მაგრამ სოფლებში კიდევ უფრო დიდი პრობლემა გახდა ეს, რომ უბრალო მუშახელიც კი იშო. თუ კი ვინმე არის იმის გამო, რომ თქვათ, ბაღების რაოდენობა გაიზარდა, უკვე ეს ხალხის დაკავებულია. და ფიზიკურად ვერ ასწრებენ, თქვათ, არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც კრეფაზე მუშაობს, ან სხვაზე მუშაობს. არცალია იმას, ხო, მთელი წელი და სეზონი გვაქვს 20 დღე, თქვათ. და მაგიტომ ფიზიკურად ვეღარ ესწრება და ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ის ცოტა წინ წასული ფერმერი მიხვდეს, რომ აი, მე შემიძლია ეს ტრაქტორითაც გავაკეთო. ან სპეციალური მისაბმელი ვიყიდო და თქვათ, იგივე ხეების სხლა ჩავატარო მისაბმელით და არა ხალხის გამოყენებით ან მიწის დამუშავება. და მიზოგავს და უფრო ჩქარავენ თუ ადამიანები და შეცდომების ნაკლებობაც სხვა იქნება. კი ბატონო, კი ბატონო. იმიტომ რომ როცა ტექნოლოგიებით ვაკეთებთ რაღაცას, შეცდომები უფრო ნაკლებია და არასტანდარტული შემთხვევები უფრო მეტია. კი. და ტექნოლოგიები უფრო ჩქარა აკეთებენ ამ ყველაფერს. რა არის მომხრაბლის უკუკავშირი? თქვენ ძალიან მრავალფეროვანი ტექნიკა გაქვთ დაწყებული მიწის სამუშაოებიდან დამთავრებული მოსავლის აღებით. რა არის ხოლმე ძირითადად მომხმარებლის უკავშირი, რომელიც თქვენ ტექნიკასთან მიმართებაში აქვთ ხოლმე? ჩვენი გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია, რომ ზოგადად მომხმარებელს გადაუჭრეს პრობლემა და შესაძლოა ისეთი ტექნიკა, რომელიც რეალურად შეესაბამება მის იმჟომიდან მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, რომ უკავშირი ყოველთვის დადებითია, ვინაიდან ისინი ხედავენ თუ ჩვენგან რა ბენეფიტებს აღნიშნავენ ხოლმე? აი ჩვენ საუბრობთ დროის დაზოგვას ერთ-ერთ თემას. რა არის ხოლმე ის ბენეფიტები, რომელზედაც საუბრობენ?
ყველაზე მთავარი რაც არის რომ ტექნიკის ხარისხი, რომ სეზონები მუშაობ აგრომოტორისთან გაყვანილი ტექნიკით ისე, რომ არ გჭირდება რემონტში ხარჯო ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი ენერგია. ზუსტად ეს არის ამ პრემიუმ კლასის ტექნიკის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომ ვეხმარებით ამ ფერმერებს, რომ იყვნენ ორიენტირებული თავის მეურნეობის განვითარებაზე და არა თავის ტექნიკის რემონტზე. იმიტომ რომ ეს დრო ყველაზე მნიშვნელოვანია თუ ჩემი დრო დავუთმე ტექნიკის გარემონტებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო ნაკლები. კი, ჩვენ მაგით ვცდილობთ შევცვალოთ ჩვენი ფერმერების მიდგომაც ბიზნესისადმი. რამდენად მარტივია, აკაკი? არ არის ფერმერების მიდგომის შეცვლა. მაგრამ აი ყავს რამოდენიმე მაგალითი თქვათ ლაგოდეხის რაიონში, რომლებიც დღემდე მოდიან და გვეუბნებიან, რომ აი თქვენთან ვიყიდე ტრაქტორი 2015 წელს, 2016 წელს. მაქვს 8000 საათი, 11000 საათი ნამუშევარი ტრაქტორით და ერთი ნაწილიც არ მიყიდია. რა მაგრები ხართ? ხო და პლუს კავშირის მოტივაციას მოგცემთ. პლუს იმას რომ ერთი ნაწილიც არ უყიდია, ეს იმას ნიშნავს, რომ ტრაქტორი მინდორში არ გაჩერებული, ერთი დღეც არ დაუკარგავს, რომ შემოსავალი ქონოდა. თავის მინდორს რომ მორჩა, მეზობლის მინდორში გადავიდა და ამაში თანხა აიღო. ხო და ხო ხვდებით? სადღაც 2 წელიწადში დაფარა თანხა, ტრაქტორში გადახდილი თანხა, რომელიც ბანკიდან ქონდა გამოტანილი შეღავათიანი აგროს ესხით. 2 წელიწადში დახარჯა, 2 წლიდან, რავი, თითქმის 6 წელი პლუსზე მუშაობს და დღეს მოდის ჩვენთან და მეუბნება, იცი რა, ჩემი ტრაქტორი ცოტა დაძველდა და მოდი ახალზე ვიფიქროთ. აი ეს არის თანამედროვე ფერმერი, რომელიც ტრაქტორი ესეთი სერვისი, ტრაქტორის ამოცვლის სერვისი. ესე ჯერ არ გქონია ესე რომ ამოცვლის სერვისი, მაგრამ ვეხმარებით გაყიდვაში. უმარტივებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტ ფერმერთან გვაქვს წვდომა და თუ ჩვენი მომხმარებელია და გვეუბნება, რომ იცით რა ტრაქტორის შეცვლას ვაპირებ, მე არ ვეუბნები, რომ მე ვიყიდი და შემდეგ მე გავყიდი და ან ჩაგნაცვლებთ. მაგრამ ვეხმარებით და ძალიან მარტივად, ძალიან ბევრი გვაქვს ეგეთი შემთხვევა. ნელ-ნელა ალბათ მივალთ იქამდეც, რომ ჩანაცვლებასაც გავაკეთებთ, რომ ძველ ტექნიკას დავიბრუნოთ, თქო ჩვენ გაყიდულს, რომელიცაც ჩვენ უვლიდით გარანტიაზე იყო და ვიცით რა მდგომარეობაშია ტექნიკა რეალურად. ამ შემთხვევაში შეიძლება. გიორგი, რამდენი აქვს ხოლმე ასეთ ტექნიკას გარანტია? გარანტია წლების განმავლობაში ითვლება ან საათების განმავლობაში თქვენ შემთხვევაში როგორ არის სხვა ტექნიკაზე სხვა იქნება და დაახლოებით როგორია ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა იმ ფერმერებმა, რომლებიც ახლა ჩვენ გვისმენენ ან მოგვისმენენ სოციალური მედიის საშუალებით, გაიგონ დაახლოებით გარანტიის შესახებ. ძირითადად 2 წლიანი გარანტია ვრცელდება ჩვენს პორტფელში არსებულ ტრაქტორებზე, რაც მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს, ძრავს, გადაცემათა კოლოფს და ხიდებს, რაც შეეხება ჩვენ მის ყველაზე ხშირად შეიძლება დაუზიანდეს ძირითადად. და რაც შეიძლება უფრო დიდ თანხასთან იყოს ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები რაც შეიძლება იყოს ტრაქტორში. რაც შეიძლება მისაბმელების მიმართულებას, მანდ ყველა ბრენდს თავისი საგარანტიო მიმართულება აქვს, მაგრამ მანდაც 1 წლიდან 2 წლამდე მერყეობს კონკრეტული ბრენდების მიხედვით საგარანტიო შემთხვევები და რა თქმა უნდა ყოველთვის მოიცავს მექანიზმურ დეტალებს, რაც შეიძლება იყოს მექანიზმი, რომ შეეხებოდეს გარანტია. თუ მე მაგათაც მივყვაფები, ან ლაგოდეხში, გურჯაანში, ან წალკაში, ან მესტიაში, რამდენად მარტივია დაკონტაქტება, რამდენად მარტივია აი ამ საგარანტიო სერვისით სარგებლობა. კონტაქტი რა თქმა უნდა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ჩვენს ყველა მომხმარებელთან ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კონტაქტი, რა თქმა უნდა ტექნიკისგან ჩვენი ოფისიდან გაყვანის შემდეგაც მუდმივ შეხმიანებაში ვართ, რომ ვიცოდეთ თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ტექნიკა და რამდენ ყოფილა მომხმარებელი და იმის შემთხვევაში თუ დადგა საგარანტიო შემთხვევა, ყოველთვის არსებული საგარანტიო დეტალი არის სრულად უსასყიდლო და რა თქმა უნდა შეცვლა ჩვენი მხრიდან ექვემდებარება ყოველთვის და ამაშიც ჩვენი სერვისის გუნდი არის აქტიური კომუნიკაციაში მომხმარებელთან და უგვარებს ამ არსებულ საგარანტიო შემთხვევასაც. იქნება ეს ადგილზე თუ იქნება ტექნიკა ჩამოსაყვანი ჩვენთან, ჩვენს სერვის ცენტრში. და სერვის ცენტრი თბილისში გაქვთ როგორც სერვის ცენტრი კი ბატონო კახეთის სადგეთზე მდებარეობს. რომელთაც უფრო ჩქარად დაფარავთ სხვადასხვა მიმართულებას. აკაკი, რა არის ძირითადი ტენდენციები აგროტექნიკის მიმართულებით, როგორ ვითარდება ზოგადად მსოფლიოში და ჩვენთან როგორ ვითარდება აგროტექნიკა? 1000 რაღაცას ვსაუბრობთ ხოლმე ამ ბოლოს ხელოვნური ინტელექტი და 1000 ტიპის ჩართულობა და თქვენს ინდუსტრიაში, თქვენს ბიზნესში როგორ ხდება ეს? ჩვენს ინდუსტრიაში ჯონ დირმა ჯერ კიდევ ალბათ 20 წლის წინ გააკეთა თვითმავალი ტრაქტორი, რომელსაც ოპერატორიც კი არ ჭირდება. ანუ ჯონ დირი მაგხური ძალიან წინაა და ალბათ მიხვდა იმას, რომ ტრაქტორის პების რაოდენობა შემცირდება. სურველები ესე ვთქვა. სურველები. კი, ანუ მაგ მხრივაც ჯონ დირი ჩათვალეთ, რომ ლიდერი არის მსოფლიოში ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით. მე მინდა ასევე ვთქვა და აღვნიშნო, რომ ჯონ დირი
ლიდერი არის, ასე ვთქვათ, გაციფრულებაში სოფლის მეურნეობის. რას გულისხმობს სოფლის ეხლა მეურნეობის მაგასაც გაციფრულება? აგიხსნით, რას გულისხმობს ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, რაც მუშაობს, ეს არ არის სიტყვები და ფურცელი, ეს მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ევროპის, ამერიკის ქვეყნები, სხვათა შორის უკრაინაშიც და აზერბაიჯანშიც. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ლეპტოპიდან, თქვენი ტელეფონიდან, smartphone-იდან აკონტროლოთ, სად არის თქვენი ტექნიკა, რას აკეთებს თქვენი ტექნიკა, რამდენი მარცვალი ჩააგდო თქვენმა ტექნიკამ, რამდენი სასუქი შეიტანა, რამდენი თქვათ საწამლა ტექნიკამ, რამდენი წამალი შეიტანა, შემდეგ რამდენი მოსავალი აიღეთ იმ თქვენ მინდორზე, რომელ მონაკვეთში იყო, თქვათ, 5 ტონა გექტარზე, რომელ მონაკვეთში იყო 4 ტონა გექტარზე. შემდეგ წელს, როდესაც ეს საწამლი მანქანა შევა ისევ, იქ სადაც ნაკლები იყო მოსავალი, იქ შეიტანს მეტსასუქს ავტომატურად, ამას უკვე კაცის ჩარევა არ ჭირდება, სადაც კარგი მოსავალი იყო, იქ სტანდარტულად შეიტანს და ეს ყველაფერი გიგროვდება წლების მიხედვით. და ყოველ წელს თქვენ შეგიძლიათ გაუმჯობესოთ და გაუმჯობესოთ თქვენი მოსავლიანობა თქვენი ტელეფონიდან, ესე რომ ვთქვათ. და ანალიტიკის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში დღეს საქართველოში არ ხდება, ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ საქართველოში ამას არავინ არ აკეთებს ამ დონეზე. აი ჩვენი მეზობელი არის ახლა აზერბაიჯანი, ჩვენ იქაც ოფიციალური დილერები ვართ John Deere-ის. იქ გვყავს ორი დიდი ჯგუფი, რომელიც ამას აკეთებს და აი უბედნიერესები არიან, იმიტომ რომ როდესაც დიდი ფერმერი ხარ, ესე ვთქვა და ჯგუფი ხარ, რომელსაც 10, 15, 20,000 გექტარი გაქვს დასამუშავებელი, ყოველ გრამს, ყოველ ლიტრს და ყოველ მარცვალს აქვს ფასი. ხო, შეიძლება ახლა 50 გექტარზე მაგას არ თვლიდე, მაგრამ 100,000 გექტარზე ყოველ მარცვალი უკვე ბოლოში დაზოგილი თანხაა. და თან ის ჯგუფის მენეჯერები ამას ყველაფერს ონლაინ უყურებენ და ხედავენ და ციფრებში ხედავენ. არ ჭირდებათ მინდორში ჩასვლა, იქ ტრაქტორისთან დალაპარაკება, ან საწყობის გამგესთან დალაპარაკება. და საერთოდ ჩართულობა ადამიანის იკლებს, როგორც მე მივხვდი. და კონტროლი მატულობს. კონტროლი მატულობს და რაციონალური ტიპის გადაწყვეტილებები უფრო მეტად ხდება აქტუალური ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, როდესაც მე შემიძლია გავაანალიზო ჩემს არსებულ მიწის ნაკვეთზე რა მოსავალი მომყავს, სად მქონდა პრობლემა, რა პრობლემის გამოსწორება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მე უფრო მეტი მოსავალი მივიღო და მაქსიმალური შედეგი მქონდეს ჩემს რესურსზე, იმიტომ რომ ეს რესურსი შეზღუდულია. და ერთს დავამატებ კიდევ, რომ John Deere არის მსოფლიოში ერთადერთი კომპანია, რომლის საკუთრებაში არის ეს ყველაფერი, დაწყებული პროგრამიდან, დამთავრებული ტრაქტორამდე, თავისი არის ყველაფერი. თვითონ ანვითარებს ამას და არ ჭირდება, ასე ვთქვათ, მესამე კომპანიის დამატება, რომ რაიმეში დაეხმაროს, რომელიმე საფეხურზე დაეხმაროს, რომ ეს გაციფრულება მოახდინოს სოფლის მეურნეობის. გიორგი, ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ თქვენი არსებული პროდუქტების შესახებ, რამე ტიპის სპეციალური შეთავაზებები ხო არ იგეგმება უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი საუბრით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და რამე ტიპის ან შეთავაზება, ან აქცია, რამე მსგავსი ხო არ იგეგმება უახლოეს პერიოდში. მომავალ წლისთვის რეალურად ჩვენ ძალიან საინტერესო შეთავაზება გვექნება მოსავალს აღებების მიმართულებით, რაც გულისხმობს ვენახის და კაკლოვანი კულტურების მიმართულებას, ვინაიდან ეს სფერო ძალიან აქტიურია და მოსავალს აღება დიდ პრობლემას წარმოადგენს მაგ მიმართულებებში, ძალიან სწორი ბრენდები დავიმატეთ ჩვენს პორტფელში, რასაც მომავალ წლიდან წარუადგენთ და აქტიურად შევთავაზებთ ქართულ ფერმერს, რომ უფრო გაიმარტივონ და გაიმჯობესონ თავიანთი საქმიანობა. და თქვენ სამომავლო გეგმებსაც მინდა გითხოთ, აკაკი, როგორ ფიქრობთ აგრომოტორსის და ტრაქტორჯის განვითარებას, რა იქნება მომავალი თქვენი ნაბიჯები 2026 წლის გეგმები როგორია? გეტყვით, ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია დავიწყეთ, ასე ვთქვათ, კომპანიის გამსხვილება და ვხვდებით რეგიონალური კომპანია, ესეც John Deere-დან გამომდინარე, იმიტომ რომ John Deere ცდილობს თავის დილერები გაამსხვილოს, ანუ გაადიდოს. და 2022 წლიდან ვართ აზერბაიჯანში ოფიციალური დილერები John Deere-ის, ასევე გვყავს პარტნიორი სომხეთში და ვხვდებით რეგიონალური ჰაბი სოფლის მეურნეობის ტექნიკისთვის. ეს მშვენიერი ამბავია და კარგი ინფორმაცია, მე მინდა ბევრი წარმატება გისურვოთ და საქართველოს აგრობიზნეს წარმატება უსურვო, მაგრამ საქართველოს აგრობიზნესი არ იქნება თუ არ გვექნება შესაბამისი ტექნოლოგიები და ტექნიკა იმისათვის, რომ უფრო მეტი შედეგი მივიღოთ, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი სათავო დრო სამწუხაროდ ამოიწურა, ძალიან საინტერესოდ
საუბრობდით აგრობიზნესის მიმართულებით. თქვენდელი ჩვენ გაცემის სტუმრები იყვნენ აკაკი გოგსაძე და გიორგი ყოლბაია. ისინი გახავთ აგრომოტორსა და ტრაქტორჯის წარმომადგენლები. თქვენდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ სამშაბათს დროებით და ბედნიერი წინასაშობაო კვირა. დიდი